ტყუპებისთვის მეგობრებო, აქ გვაქვს მეშვიდე სახლში შავი მთვარე. მეშვიდე სახლი ჩვენთან ეს არის პარტნიორები, მეუღლე, ქორწინება. ზოგადად საზოგადოება, ვინც შემოდის ჩვენ ცხოვრებაში. ეს არის მტრების სახლიც, კონკურენტები დღევანდელი დროით ადრე მტრები იყვნენ. და ეხლა ტყუპებს ექმნებათ ეს პრობლემა, რომ თავარი თუ ვინმე იქნება მათთვის, აი ბნელი მხარის მაჩვენებელი, ეს შეიძლება იყვნენ პარტნიორები. შეიძლება შემოვიდეს მათ ცხოვრებაში საცდურივით ისეთი ადამიანები, რომელიც მერე ცოტა პრობლემა გახდება, ჭკუის მასწავლებლები, ესე რომ ვთქვათ. შეიძლება გამოჩნდნენ უცხოელებიც მათ ცხოვრებაში ტყუპებისთვის, რომელიც შემდგომ ასევე პრობლემად იქცენ, ან დაპირისპირებები ქონდეთ უცხოელებთან, ან პარტნიორებთან, ზოგთან შეიძლება განცდა იყოს, რომ აი მეუღლე სადღაც ჩემგან შორს მიდის ენერგეტიკულად, ან პრობლემები დაიწყოს, რეალური პრობლემები დაიწყოს ქორწინებაში, მაგალითად პარტნიორულ ურთიერთობებში, ან შეიძლება გამოჩნდეს პირიქით ახალი პარტნიორი, თავის აი საცდური პარტნიორი შეიძლება იყოს, ან შეიძლება იყოს როგორც იქნა, გამოჩნდა ვიღაცა. ლილიტი ასე ვერ ძრავს კიდეც რაღაც ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც აქამდე არ ხდებოდა, ვისთან როგორ გათამაშდება, ეს არ ვიცით. მეშვიდე სახლი არის სასამართლოები, კონკურენტები მაგალითად და იცით როგორ რაღაც არის, ძალიან შეიძლება გააქტიურდეს აი სხვების აზრი. აი როგორ მიყურებენ მე სხვები, ძალიან სენსიტიური და მტკივნეული შეიძლება გახდეს ზოგიერთი ტყუპისთვის, სხვების აზრი, ან სხვების ჩარევა მათ ცხოვრებაში ძალიან ნეგატიური გახდეს ზოგისთვის მაგალითად. შეიძლება იყოს აქ კონკურენტული ბრძოლა, ან უსამართლობის განცდა, რომ სადღაც ვიღაც ადამიანები შეიძლება უსამართლოდ ექცევიან, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი საერთოდ გაქრეს მათი ცხოვრებიდან, ან გამოჩნდნენ სხვანაირად, როგორც ადრე არ ჩანდნენ მაგალითად, ან გაიზარდოს შინაგანი კრიტიკა საზოგადოებასთან მაგალითად, ხომ? აი ის ვინც მათ გარშემო ტრიალებს, რა კატეგორიად შემოდის, აი მათი ბნელი მხარე ამოტივტივდეს, ან გადამეტებული განცდა ქონდეს აი ამ უარყოფით თვისებებზე მაგალითად, ხო? ან ბოლო-ბოლო გააცნობიერონ, რომ ეს პარტნიორი არ მინდა, თურმე ვინც ყოლია. ესეც ან პირიქით იქით პარტნიორი წავიდეს მათგან ცოტა დისტანციაზე, ხო? აი ეს თემები გააქტიურდება იქით ხრიდან თუ აქეთ ხრიდან, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს არის ძალიან საყურადღებო, მაგიტომ ვამბობ, რომ თვითონ უნდა ხვდებოდნენ ტენდენციას, რომელი შეიძლება რომელი სცენარი განვითარდეს აქ.